ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანის საბავშვო ბაღის ახსაზრდელებმა და პედაგოგებმა სასწავლო პროცესი ახალ, სრულიად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს. ხანის საბავშვო ბაღი 30-მდე ახსაზრდელისთვისაა გათვალისწინებული და იგი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია სააღმზრდელო სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით. განახლებული ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ დაათვალიერეს. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში სრულიად რეაბილიტირებული ბაღი დავათვალიერეთ, რომელიც 25 მოსწავლეზეა გათვლილი. იგი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 თვის მანძილზე მეორე საბავშვო ბაღი გავხსნით. პირველი გახდათ სოფელ წყალთაშუაში 50 ბავშვი გათვლილი. ეს გახლავთ სოფელი ხანი მაღალმთიანი სტატუსის მქონე და დღეიდან ახალ რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მოემსახურება ჩვენს პატარებს.